შემდეგ რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩები და პარალელურად ქართული ოცნების ოფისში გააკეთეს განაცხადი, რომ ისინი დასავლეთთან რჩებიან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რა სტრატეგია აირჩია ქართულმა ოცნებამ, რას ნიშნავს ცალმხრივი მეგობრობა, ან რა შემთხვევაში წარმოუდგენიათ მათ ორმხრივი ურთიერთობის აღდგენა დასავლეთთან, რაზე წამსვლელი არიან თავად. სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლების კომენტარები კი ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. ისინი ელოდებიან ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან აღიარებას, რომ ქართული ოცნება ლეგიტიმური ხელისუფლებაა საქართველოში, ელოდებიან პოლიტიკური კონტაქტების აღდგენას, მათგან სურვილს, რომ შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებს და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოუდგენია ქართულ ოცნებას ორმხრივი მეგობრობა, სხვა შემთხვევაში ისინი რჩებიან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. თავად რას აკეთებენ ურთიერთობის დასალაგებლად, ეს კითხვა ამ კითხვაზე პასუხად ჩვენ ვერ მოვისმინეთ დაპირება, რომ ისინი პირობებს შეასრულებენ ან იმ რეკომენდაციებს, რაც ამ თვეების განმავლობაში არსებობს მათი მისამართით დასავლეთის მხრიდან. ერთადერთი რაც დღეს მოვისმინეთ მათი მხრიდან არის ის, რომ ელჩებზე მართალია არიან გაბრაზებულები და დღესაც აკრიტიკებენ, თუმცა მათ გაძევებას სწორედ ცალმხრივი მეგობრობის გამო არ აპირებენ. რეალურად ბრიუსელი მოქმედებს ჩვეულებრივი საბჭოთა ნომენკლატურით. ამას აკეთებენ ღიად, როდესაც გადაწყვეტენ, რომ ჩვენთან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ზოგადად არის ურთიერთობა, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესია გათვალისწინებული, ჩვენ მზად ვართ მიუხედავად იმ ქარცეცხლისა, რომელიც დაგვატეხეს თავზე როგორც ქვეყნის გარედან, ისე მცდელობა ქონდეს ქვეყნის შიგნით, ეს ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და დავიწყოთ თვისობრივად ახალი ურთიერთობა. ელჩების აქციელი მნიშვნელოვანწილად არის განპირობებული გარკვეული სცენარით, რომელიც გულისხმობს დაპირისპირებების, მასშტაბური დაპირისპირებების განვითარებას, ევროპის მიღმა, რუსული აგრესიის შეჩერებას, სამხრეთ კავკასიისკენ, კონკრეტულად საქართველოსკენ რუსული აგრესიის განვითარებას და შესაბამისად ეს ექვემდებარება აი ამ მიზნის რეალიზაცია ექვემდებარება გარკვეულ მოქმედებებს, გარკვეულ სცენარს, რომელსაც სამწუხაროდ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი საქართველოში დაუფარავად ახმოვანებს. უპატივცემულობა არის იმ ქვეყნის, რომელშიც ისინი იმყოფებიან და პატივს უნდა სცემდნენ მინიმუმ იურიდიულ და სამართლებრივ შეფასებაში, რომ აღარ გადავიდე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დიპლომატი იქნება ეს თუ ამ ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, ეს ადამიანები უნდა ათვიცნობიერებდნენ, რომ თუ საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმს ახალისებენ და უჭერენ მხარს, მაშინ იდენტური საკუთარ ქვეყნის შემთხვევაში არ უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული დანაშაული. ადრე თუ გვიან ვფიქრობთ, რომ ამ მოცემულობას ბოლო მოიღება და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორი მხარე და მისი ოფიციალური წარმომადგენლებიც ნამდვილად გადავლენ მეგობრულ, პარტნიორულ და დემოკრატიულ ფორმებში ურთიერთობები, სადაც ისინი აღიარებენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, ისინი აღიარებენ ამ ქვეყნის მოსახლეობის არჩევანს და ხელისუფალს, რომელიც ქართული ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ არ არსებობს სამმხრივი მეგობრობა და თუ კი ურთიერთობები ახლა უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა ქართულ ოცნებასა და დასავლეთს შორის, ეს სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურებაა, რადგან მან თავიდანვე არ გაითვალისწინა რეკომენდაციები, რაც ევროკავშირს ჰქონდა ქართული ოცნების მიმართ, მიიღო კანონები, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოს არ შეესაბამება და თავად გაწყვიტა ევროინტეგრაციის შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობის ასე გაუარესება და შესაბამისად ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ ქართულმა ოცნებამ ახლა ურთიერთობის დალაგება მოისურვა დასავლურ სახელმწიფოებთან. რა შემთხვევაში შეიძლება ურთიერთობის გადატვირთვა, ამაზე ცალსახა პასუხი აქვთ ოპოზიციაში, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება. ცალმხრივი მეგობრობა არის ისეთივე კრეტინული ფენომენი, როგორაც ის ჟღერს. ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს. ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა არის უბრალოდ დებილიზაციის პროცესში. ეს არის საგარეო პოლიტიკის კურსი, რომელსაც უარყო საგარეო პოლიტიკა, ანუ საგარეო პოლიტიკა საკუთარი თავი უარყო და გააუქმა, რადგან ქართული ოცნების დადგენილი კურსი არის, რომ ამ სახელმწიფოს
არ გააჩნდეს სუვერენული ეროვნული საგარეო ხმა საერთაშორისო ასპარეზზე და აი ამის გამოხატულებაა ისეთი მართლაც კრეტინული გამონათქვამი, როგორიცაა ცალმხრივი მეგობრობა. არსებობს ამ ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი მექანიზმი და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიობის გათავისუფლება. ეს არის პუტინის მიერ აპრობირებული მეთოდები. როდესაც ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ ჰილარი კლინტონს და სხვა ლიდერებს დებდნენ ბრალს რუსეთში აქციების მოწყობაში. ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, რასაც ახლა ივანიშვილი იყენებს. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს სცენარი ყველაფერი დაწერილია FSB-ში. რომ ვითომ ტაილანდის გავლით ფული შემოქონდათ ამერიკელებს იმისთვის რომ ქვეყანაში ბიზნეს დასამხობად დაეფინანსებინათ, ну აი აბსურდი. რუსული რეჟიმი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიდის, ბუნებრივია რომ ვერავითარ მხარდაჭერას, ვერავითარ ურთიერთობების ნორმალიზებას ჩვენ დასავლურ პარტნიორებთან ვერ მოახერხებს. ამის კარგი მაგალითია, მაგალითად 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაზე ვითომ ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება ევროკავშირს ჰქონდა ძალიან მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები არჩევნებად ვერ შეფასდება. ის რაც დღეს ითქვა ქართული ოცნების მხრიდან ელჩების გაძევების თუ არ გაძევების შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიახლე არ ყოფილა, რადგან ამ დრომდეც, როცა ელჩებს აკრიტიკებდნენ ქართული ოცნების ლიდერები, კითხვაზე აპირებდნენ თუ არა მათ გაძევებას, ყოველთვის ვიღებდით პასუხს, რომ ასეთი გეგმა მართლ პარტიას არ ქონდა. დღეს ითქვა მხოლოდ ის, რომ ისინი რჩებიან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და დაელოდებიან ცვლილებებს ევროკავშირში, მათ შორის ბიუროკრატიულ ცვლილებებს და მათ შორის ცვლილებებს პოლიტიკაში. ისინი ელოდებიან, რომ ხელისუფლებას აღიარებს დასავლეთი და მხოლოდ ამის შემდგომ დაალაგდება ურთიერთობები ევროკავშირსა და ქართულ ოცნებას შორის.